სწავლისას გავიარე ერთი ახალი, საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო კურსი, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის. ეს კურსი პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ეს გაკონტროლება განსაკუთრებით გჭირდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ბავშვებთან, რადგან თავად ბავშვები მოდიან 1000 გვარი ემოციებით და ჩვენ გვჭირდება რომ გავერკვეთ მათ ემოციებში, გავიგოთ მათი ემოციების, ასევე საპასუხო რეაქციაც გამოვხატოთ. ამ კურსის განმავლობაში ვისწავლე და განვივითარე ისეთი მნიშვნელოვანი უნარჩვევები, რაც არა მხოლოდ მასწავლებლობის პერიოდში, არამედ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამომადგება. მაგალითად, სტრესულ მდგომარეობაში თავის მალე დამშვიდობა, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა მუშაობა მოგვიწევს. მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არის სუნთქვითი ვარჯიში 8-7-4 მოდელი. ამ სასწავლო კურსის გავლის შედეგად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ ეტაპებზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებ, ეს არის დღიურის წარმოება, სადაც არა მარტო ჩვენი დღის ემოციებს, ასევე ამ ემოციების გამომწვევ მიზეზებს ვიწერთ, შემდეგ კი ვაანალიზებთ და სუნთქვითი ვარჯიში. მათ არის სხვადასხვა ვარიაცია და ვარიანტი არსებობს და ყველას თავისებური მიდგომა აქვს. მაგრამ საკუთარ თავთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დარწმუნებული ვარ ყველასთან გაამართლებს. და ბოლოს ვფიქრობ, რომ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება ეს ის მნიშვნელოვანი სასწავლო კურსია, რომელიც არა მხოლოდ მომავალი მასწავლებლებისთვის, არამედ მოქმედი მასწავლებლებისთვის და სკოლაში მოსწავლეებისთვისაც უნდა ისწავლებოდეს. რადგან ამ სასწავლო კურსის გავლის შედეგად ჩვენ მივიღებთ ისეთ მნიშვნელოვან უნარჩვევებს, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ თვალსაზრისით, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგვადგება.